დაპირებისამებრ გთავაზობთ ინფორმაციას ცხოველების, ფრინველების, თევზების და მათი ჯანმრთელობის შესახებ. ასევე მოვლის და ფსიქოლოგიის თემაზე. ლისტერიოზი ბოძვრებში. ლისტერიოზი არის ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია ბაქტერია. ბაქტერია ფართოდაა გავრცელებული გარემოში, მათ შორის ნიადაგში, წყალში და მცენარეულობაში. ლისტერიოზითა ბოძვრის გარდა შეიძლება დაავადდეს ბევრი ცხოველი, მათ შორის ცხვრები, თხები, მსხვილფეხა-რქოსანი პირუტყვი და ადამიანები. ბოძვრებში ლისტერიოზი ხშირად იწვევს მძიმე სიმპტომებს და შეიძლება იყოს ფატალური. ბოძვრები ინფიცირდებიან ლისტერიით დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღებით. ინფექციის სხვა შესაძლო წყაროებია: დაბინძურებული საწოლები და აღჭურვილობა. ინფიცირებული ცხოველების კონტაქტი. მღრღნელების და მწერების მიერ ბაქტერიების გავრცელება. რისკის ფაქტორები, რომლებიც ზრდის ლისტერიოზის განვითარების ალბათობას ბოძვრებში მოიცავს. იმუნური სისტემის დაქვეითება, მაგალითად სტრესის, სხვა დაავადებების ან არასწორი კვების გამო. ახალგაზრდა ასაკი. ორსულობა. ლისტერიოზის სიმპტომები ბოძვრებში შეიძლება განსხვავდებოდეს ინფექციის სიმძიმის და ცხოველის იმუნური სისტემის მდგომარეობის მიხედვით. საერთო სიმპტომები მოიცავს: დეპრესია და ლეთარგია, მადის დაკარგვა, ცხელება, ნერვული სიმპტომები, კოორდინაციის დაკარგვა, წრიული მოძრაობები, თავის დახრა, კრუნჩხვები, პარეზი ან დამბლა, აბორტი ორსულ ბოძვრებში, უეცარი სიკვდილი. ლისტერიოზის მკურნალობა ბოძვრებში შესაძლებელია ანტიბიოტიკებით. მკურნალობის წარმატება დამოკიდებულია ინფექციის ადრეულ დიაგნოზზე და მკურნალობის დაწყებაზე. გამოყენებული ანტიბიოტიკები მოიცავს: პენიცილინი, ინექციები კუნთში ან კანქვეშ, დოზა და სიხშირე განისაზღვრება ვეტერინარის მიერ. ამპიცილინი, ინექციები კუნთში ან კანქვეშ, დოზა და სიხშირე განისაზღვრება ვეტერინარის მიერ. ტეტრაციკლინები, მაგალითად დოქსიციკლინი, პერორალურად ან ინექციით, დოზა და სიხშირე განისაზღვრება ვეტერინარის მიერ. ქლორამფენიკოლი, პერორალურად ან ინექციით, სიფრთხილით გამოიყენება, რადგან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. დოზა და სიხშირე განისაზღვრება ვეტერინარის მიერ. მკურნალობის გარდა მნიშვნელოვანია სიმპტომური თერაპიის ჩატარება. უზრუნველყავით ბოძვერს სუფთა, მშრალი და თბილი გარემო. მიაწოდეთ ადვილად მოსანელებელი და მკვებავი საკვები. უზრუნველყავით საკმარისი რაოდენობის სუფთა წყალი. საჭიროების შემთხვევაში ჩაატარეთ ინტრავენური სითხეების გადასხმა დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად. ლისტერიოზის პრევენცია არის საუკეთესო გზა დაავადების კონტროლისთვის. შემდეგი რჩევები დაეხმარება კურდღლის ფერმერებს ლისტერიოზის პრევენციაში. უზრუნველყავით ბოძვრებისთვის სუფთა და ჰიგიენური გარემო. რეგულარულად გაასუფთავეთ და დეზინფექცია გაუკეთეთ გალიებს და აღჭურვილობას. შეინახეთ საკვები და წყალი სუფთა და მშრალ ადგილას, რათა თავიდან აიცილოთ დაბინძურება. მოერიდეთ ბოძვრებისთვის დაბინძურებული ან გაფუჭებული საკვების მიცემას. აკონტროლეთ მღრღნელების და მწერების პოპულაცია, რადგან მათ შეუძლიათ დაავადების გავრცელება. იზოლირება მოახდინეთ ახალი ბოძვრების შემოყვანისას, სანამ დარწმუნდებით, რომ ისინი ჯანმრთელები არიან. რეგულარულად შეამოწმეთ ბოძვრები დაავადების ნიშნებზე და დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს, თუ რაიმე საეჭვო სიმპტომი გამოვლინდა. ორსულ ბოძვრებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, რადგან ისინი უფრო მგრძნობიარე არიან ლისტერიოზის მიმართ. გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან ვაქცინაციის შესახებ, თუ ეს შესაძლებელია თქვენს რეგიონში. რეგულარული მონიტორინგი და სწრაფი რეაგირება დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისას ხელს შეუწყობს ფერმაში დაავადების გავრცელების შეზღუდვას. დასვით თქვენი კითხვები კომენტარებში. ასევე მოგწერეთ, რის შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი ინფორმაცია.